როცა ადამიანი შეგნებულად გატყუებს და ეს იცი, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? არადაც ცდილობ ამ ადამიანს ყველაფერი გაუგო და შეძლების დაგვარა დაპატიო. ღმერთს სულ მაგას თხოვ თავის აქციელს დაუფიქრდეს. მინდა მიხვდეს დანაშაულს. ცუდად ვიქცევი ალბათ ამას რომ ვთხოვ ღმერთს, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეულია. გთხოვთ მაინტერესებს რას მირჩევთ. ცუდად რატო იქცევით? სულაც არ იქცევით, ცუდად კი არ იქცევით, ზუსტად ეგ არის სიყვარული ღმერთს რომ ვთხოვთ. რომ მიხვდეს თავის დანაშაულს და დაუფიქრდეს. ამაში ცუდი რა არის? პირიქით, თქვენ ზუსტად სწორ რაღაცას ითხოვთ მისთვის. ზუსტად ეს არის მისთვის ყველაზე სასარგებლო, რომ დაფიქრდეს ერთჩვენიერ დღეს და მიხვდეს, რომ ეშლება მას. სინანული გაუჩნდეს, შეინანოს ღვთის წინაშეც, თქვენ წინაშეც. და თქვენ აი როგორც იქცევით, ზუსტად ესე უნდა მოიქცეთ. ეხლა კონკრეტულ შემთხვევებს უნდა გათვალისწინება ესე დროს, ეხლა თუ თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ ამხილოთ სიყვარულით იმ რაღაცა სიცრუეში და მან ეს გაიგოს, კი ბატონო, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მხილება რაღაცა უარეს შედეგს იწვევს ხოლმე და ბოროტდება მერე ის ადამიანი კიდევ უფრო მეტად. ან რა ვიცი, კიდე რაღაც თავიანთი ოფოფები ეწევათ ხოლმე და რაღაც სისულელები ემართებათ. ამიტომ ეხლა კონკრეტულად ესე ცოცხლად განსაზღვრეთ სიტუაცია, თუ თქვენ ხედავთ რომ შეგიძლიათ უთხრათ რაღაცა და დააფიქროთ ის ადამიანი თავის არასწორ რაღაც შეცდომებზე და მაშინ კი ბატონო დაელაპარაკეთ, ცალკე ესაუბრეთ, შვიდად, კბილად, უთხარით რომ ნუ იქცევა ასე, მაგრამ თუ თქვენ ამის საშუალება არ აგაქვთ, მაშინ უბრალოდ ილოცეთ და სწორად იქცევით, რაც საკეთებთ. და ლოცვას იცოდეთ, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს. ეს სიყვარულის გამოვლინებაა თქვენი მხრიდან. ღმერთს თხოვეთ, რომ მისთვის ნაცნობი გზებით და საშუალებებით მივიდეს იმ ადამიანის გულამდე და აგრძნობინოს და გააგებინოს, რომ არასწორად იქცევა. და სინანული მისცეს იმ ტყუილების გამო, იმ სიცრუის გამო, რომელშიც ის იმყოფება.